გადაცემის წარმოდგენია PSP. ძველი ანეკდოტები მახსენდება, ვინც იცის მაპატიეს, მაგრამ მიყვარს ეს ანეკდოტი საოცრად. ცნობილი იაპონელი რეჟისორი აკირა კუროსავა ჩამოვიდა, მართლა იყო ჩამოსული კაცო, ხო და ჩამოვიდა თბილისში იყო და ეს ხალხი ესე ვაღე და მოშორებით ერთი კაცი დგას და ესე უყურებს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემიო მამული შვილიო და ჩემი კუთხის კაციო ამ ხელაწამატებას მიაღწიეთ და მეგრელი კაციო ამ იაპონია დაიწყე მსოფლიო თქვენ რეჟისორი თუ არა მომხო რა სამეგრელი როგორ კუროსავა ლაბარტავა თუ მეგრელი კუროსავა აბა რა არისო და თან აკირაო კაცო მე მამძერ აკირაგვიო შონია აკირა შონია არ ჩერდება ეს მეგრელი მობეზრდა ამ აკირას უკაშრო ხა მეგრელი ჩემტერს ხო არა კიდე თუ არა კიდე რომ მეგრელი ყავა და ხო უთხრა აი მეგრელი ვარ აი ხა მართლა ამაღლა არ ვიძახიო მაგრამ მეგრელი ვარ მეგრელი ეხა ეს რა მეგრელი ხარ ეს მიყვარს ეგეთი აკია კუროსავა სულია უცნაურია ნაღდი ამბავი არის ჩემი სოფლიდან ორ კაცმა აი 70-იანი წლებია და მაშინ ესე იყო ხოლმე რომ პროდუქცია ზოგი მანდალინ ზოგი თხი ზოგი იმას დატვითავდნენ რაღაც იმაში რა ქვია ვაგონში რაღაც ჩადებდნენ და აუშვებდნენ მე სადმე რა ვიცი საბჭოთა კავშირში რომელიღაც არ ვიცი ქვეყანაში ან ხო უკრაინაში ძილოჩილოეთში იმიტომ რომ ხილი იქ ჭირდა და იქ მე ყიდნენ რა კარგად და ცოტა სარისკო იყო მაგრამ ერთმა უთხრა მეორეს რომ მოდიო კაცო ხურმა გავიტანოთ მეო დავთვალეო ერთი კვირა უნდაო რომ ჩავიდესო რუსეთის რომელიღაც ქალაქში არის მიყავდა ერთი კვირაში ჩადის მატარებელი და ისე მოვკრიფოთო რომ ერთ კვირაში დამწიფთესო ეხა ის ხო გზაში რომ დამწიფეს გათვლილი მაქვს ხო მე და ახლა მეგრელებმა როგორც იციან ეს ხის კაზე ჩააფინეს ლამაზად ხო ესე გოხტად კოპციათ იმათ ამა ჩაალაგეს ეს იმათ ერთი-ორი მეზობლისგან კიდე დაიმატეს და ლამის ვაგონი გავსეს ჩაალაგეს და გაუშვეს ერთი კვირის თავზე გადაფრინეს თვითონ დახვდნენ და იქა და მივიდნენ და უთხრეს რომ რაღაც შიხში არისო მიყენებულ დააგვიანდებაო ვაგონს ვაგონს მაგრამ იწირდება ბიჭო ვაგონში გადის რო და დაიგვიანო ორი კვირა და მე ჯანჯღარი მატარებელი და რომ გადმოიტანეს ეს ბაზარზე არა მისულები აწიეს და არ არის სიმრგვალი არ არის ეს სულ არის აზელილი ერთმანეთში ხო ასე არის სწორად და გემოქე აქვს სასწაული და ტკბილია დუნის უგემრიელესია მაგრამ კიდე ფორმა არ აქვს და ამ ლაპარაკში რომ ნერვიულობენ ამბობენ იმ სიტყვას და მეგრულად ხა აიზილა არის ართო იკო ზარგანელია სუნთლად აზერილაო ხო და ზარგანელია თენა ზარგანელი ანუ აზერილია ზარგან და ამ ლაპარაკში ვიღაც სათვალებენი ქალი მივიდა უსმენს ეხა ეს სიტყვა მოკა და сколько стоит этот ваш ზარგანელიო და ეს ეხლა მეგრელი რის მეგრელია ბიჭო და მეორე სულხა გავარდინო სადმეო მაღაზიაშიო ბევრი პარტი მოიტანენ და ერთი სუპის ამოსაღები კანჩავო ის დროზე არ გეგონა თუ ხე შეულებრივი ზარგანელია აბა მოიარე ბაზარით უნახავო არავის არა ბატო ჩვენ გაგვე ნამდვილიო ნამდვილი ქართული ზარგანელი არისო და ამას გაასინჯა და გემოქეა სასწაული ნახევარსაათი იგი დგას და ეწყვილი ზარგანელი ნახტაიოში მასში იყო ერთ მორო ჩამოვიდა მეორე გვერდზე მეორეოდა და აი მართლა მარკეტინგი მეგრული მარკეტინგი და TikTok-ზე ვიღაცა იცით რა მე მგონია რომ აი ეს მესეჯის გაშვება რომელიც მე ფიდბექი და რაღაც შვილო ფიდბექი უყურე გადაცემა
თუ მახსენდება ძველი ანეკდოტია, შეიძლება იცოდე კიდევაც, გოჩროყიდის მეგრელი რა, რა. გოჩყიდის მეგრელი და ნუ ახლა გოჭი ცუდი არ იქნება მეგრელს, ხო და ნუ ვიღაც მივადა, ხო იცი, მყიდველი ყოველთვის პრეტენზიულია და რაზეო გაზდილიო და ახლა მეგრა სიმინძეო უთხრა. ის კლიჩიჭელა მარტო სიმინძე და აპაპაპაპა რა სიმინძე გაძესო არა ხო ბილი ხორციო და გაგი მარკეტინგი ჩარტო უცებ და მეორე რომ მოვიდა რაზია გაზილიო და ავით ეგ ყველაფერს ჭამსო ხო იცითო ღორიო კოჭიო თავისებური ისე ყველაფერ აპაპაპა ყველაფერსო ჭამსო ისეთიო მე ბავშვების მინდაო და ამიო წავიდა ну მესამე მოვიდა ჩართვა კიდე მარკეტინგული უსლები და მოიფიქრა და მივიაბა რასაც ჩვენო ოჯახში მივიქნე იმას ჭამსო ესა აპო იმათო ადამიანია საჭას იმას ჭამსო გოჭიო ის არაფრითო ჩვენო არ გამოგვადგებაო და წავიდა და მეოდის მეოთხე იო კაი გოჭიკია მაგრამ რაზია გაზილია საჭმევდით არ ვიციო უთხრა ყოველდღე 5 ლარიანს ვაძებდი დიდო მიდიოდა ჭამა 5 ლარს ვატანი კიდო ნიჩენა სამიდო ვეგეტი კიდო აკუმბანა გაია 5 ლარს მიდიოდა ჭამა ხორა მოიფიქრო ძველია რა ეგეთი არის ძალიან პატარები ვართ რა ძალიან ახალგაზრდები ვართ მე და ჩემი მეგობარი და წავედით დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ სოფელში მოკლედ. რო ჩავედით იქ, კაიკაცის მაგარი ბაბუა გამოვიდა თქვა და წყერების ნადირობის სეზონიაო და ხომარ ინადირებთო. ინადირებთ ახლა ასე ვქია, პატარები ვართ, ახალგაზრდები ვართ რა და ეს სკოლა ახალ დამთავრებული გვაქვს, აი ეს პერიოდია და გამოვიტანა ორი კაი თოფი ტყვიები ბევრი გილზები დაყარა და მე ახლა ვარ წამოვალ და აგირო რექსა აგიყვანთო წაღლი განადირებ რა ცალი თვალი არა აქვს რექსა ეთყობა მოხდა რაღაცა ერთი 10 წლის არის რექსა ორი გამოსცილი იცი ამარო ეს თქვა რექსა წარმყავს რექსა შეაწია თავი ამოდგა გაიზმორა და ასე გამოგხედა ეს რო აი თქვა ხო გძნობ ამასთან და ეს მიდის ჩვენ წინ უკან მივიდიო საღა ჭალი ისის იმან გზა ამას კი აუთხო საკაზო იქ წახვალ მე არა ეგ სამიცი და რომ მიდის პერიოდულად ესე შემოხედავს ხოლმე ხომოდიან ესენია თან ეძავება მაგრამ რო ახლა პატრონმა დაავალა რომ ბავშვები უნდა სანადირო წაიყვანო და ჩვენ ესე ვიდიოთ გამოვხდები გაგლებაში არა ვარ რა ხდება რა აი ვაფშე და ესე მივდივარ და ეს ექსა მიდის და უკვე ჭალაში გავიდა და ეთქო იგზნო რომ იქ უკვე დაბუდებულებიან წერები და ადგა და ეს იმითი თავისი გამოცდილებით დადგა სოიკაზე ხო როგორც ეძახი ნაბული გააკეთა და მაგრამ ეხლა უცებ იფიქრა რომ ამათ იციან ეხლა რა უნდა ქნა რომ მე იმას ავაფრენ და ისო რა ეს ერთი ესე გამოგხედა რა და აი მახსოვს აი ეს დაგვახვარია რა აი ხელები ხო არა ფეხებია გოქი მაგრამ აი ესე გააკეთა რა ხოთ ხაი რა გაიო და ეკლასულეთა 47 წელი მოვიტანეთ სახში. ამ 47 წელიდან 37 რექსამ დაიჭირა ცოცხლა. მაგრამ მოკალი ხო იხდა რა ამადი შარის თავი არა კაი ჩაპუნტულებულები იყვნენ კაი ხნის ჩამჯრებენ ჭალაში და აი ძლიერ ფინდებოდნენ რა უჭირა და მე იჭერნა მოკონა ხო და ჩვენ მოვედი და ისეთი ბედნიერი იყო ბებია მეგობრის იმიტომ რომ ნახევარზე მე ტყვიები არ ხნა ხო ამოსაწი საფათი და ექსა მოვიდა პატრონ შეხედა და უთხრა მე წამსვლელი აი ზუსტად ვიცი ეგ უთხრა და ამას ხო დაჯექი ექსა მივხვდი რომ ერთმანეთს უგებდნენ რა ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ თვალები აი ისეთი იყო და მე არასოდეს არ დამავიწყდება ექსა ეს გამოხედა რა ისე გამოხედა რომ აი თქვენ პატრონს აი აი ლაპარაკობდა რა იზამი რა და აი გადაცემის წარმოდგენია PSP